მოგესალმებით ყველას ახალი ვიდეოთი მოვედი, სადაც მინდა წარმოგიდგინოთ ყველა ახალი სუნამო, რომელიც სწორედ წელს შემოემატა ჩემს კოლექციას. ზოგიერთი მათგანი სრულიად ახალია ბაზარზე, გულისხმობ 24-ში გამოვიდა, ზოგიერთი კი მხოლოდ ჩემს კოლექციაში. წელი სრულდება, ნამდვილად არ იყო მარტივი წელი, ძალიან ბევრი გამოწვევების, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. სტორი გამოკითხვა დავდე Instagram-ზე, სადაც გეკითხებოდით, ისურვებდით თუ არა ამ თემაზე ვიდეოს, რასაც პრაქტიკულად 100%-მა დადებითად უპასუხა და ეს არის მიზეზი, რატომ გადავწყვეტე ამ ვიდეოს გადაღება და ის გამოვა წლის პრაქტიკულად ბოლო ან ბოლოს წინა დღეს. ტრადიციულად სანამუშაულო თემაზე გადავიდოდე მათთვის, ვინც პირველად არის საქმე თათავარ, ეს ჩემი სურნელოვანი არხია, სადაც საუბრობ მხოლოდ სუნამოებზე. თუ ეს თემა შენთვისაც საინტერესოა, ძალიან გამიხარდება ამ არხს თუ გამოიწერე, აქვე გააქტიურე ზარი, რომ არ გამოგრჩეს ყოველი ახალი ვიდეო და შორტი, სურვილის შემთხვევაში გამომყევი Instagram-ზე და TikTok-ზე. დღეს სუნამოებს წარმოგიდგენთ, ასე რომ ვთქვათ, გავყავი ორ ნაწილად. პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ არომატებს, რომლებიც ახალია ჩემს კოლექციაში, თუმცა ისინი ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობენ და მეორე ნაწილში ახალ სუნამოებს, ანუ 2024-ში გამოსულ სუნამოებს. და ხო. ნიკო ვიღებ. Sorry. არა უშავს. Ako ვისარგებლებ შემთხვევით, კვირის დღეებში ვეღარ ვახერხებ ამ გადაღებას, მიწევს შაბათ-კვირას ამის გაკეთება, იმიტომ რომ პატარა ვიღაცამ უნდა გადაიბარო და ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ ფონად ყოველთვის ისმის ხოლმე ბავშვების ჟივილ-ხივილი. მიზეზი ეს არის, კი ვცდილობ ხოლმე რომ ეს ხმა რაღაცნაირად ჩავახშო მონტაჟის დროს. რაზე გავჩერდი? ახო იმაზე რომ ვიდეო გავყავი ორ ნაწილად და სწორედ ასე წარმოგიდგენთ. გეგმა არ მაქვს არანაირი, ახლა პირველი ხელში რაც მაქვს, სუნამო იმით დავიწყებ და პირველი არომატი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს გახლავთ Linter's Intense ვერსია, ოღონდ ეს არის, ხო სწორად მიკავია კი. ეს არის მისი პირველი Intense ვერსია, ახლა მისი Absolute ვერსია გამოვიდა, როგორც იცით, გავტესტე, მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად აღარ მახსოვს, თან აღმოჩნდა, რომ ჩანაწერიც არ მაქვს გაკეთებული, ასე რომ დავრჩები Linter's აი ამ ვერსიაზე. პირადად ჩემთვის ეს არის უფრო მეტად განსაკუთრებული საღამოებისთვის განკუთვნილი არომატი, ყვავილოვანება, რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს, ტუბეროზა, აქაც არის, ფორტოხლის ყვავილი, თუმცა ჟასმინი აქ აღარ გვხვდება. ღრმა, გარკვეულწილად რაღაცა სექსი არომატია, აი იდეალურია, უფრო მეტად რაღაცა განსაკუთრებული დღეებისთვის, თუ უზომოდ მიმზიდველია და კომპლიმენტების მაგნიტი იქნება, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება მდგრადობას, მსგავსად Linter's პრაქტიკულად ყველა ვერსიისა მდგრადობა აქ არის არაჩვეულებრივი და საკმაოდ ძლიერი სიაში. ეს არის გამორჩეულად მაგარი ფლანკერი მთელი სერიიდან და სხვათა შორის აქვე სიტყვა მოიტანა. ძალიან დიდი მოყვარული ვარ ფლანკერების და მაქვს გეგმაში ამ თემას დავუთმო ერთი ვიდეო. ოღონდ ეს ყველაფერი უკვე ახალ წელს. და შემდეგი არომატი, რომელზედაც ჩემს არხზე არ მისაუბრია, ეს გახლავთ ავსტრალიური ნიშპარფიუმის სახლის Goldfield & Banks's Pacific Rock Mousse. ეს არის ძალიან მაგარი აკვატური არომატი. დასაწყისში მინიმალურად ციტრუსოვანი, ინტენსიურად აკვატური, ძალიან არომატული, განვითარებაში უფრო რბილი ხდება და თავიდან ბოლომდე დაყვება მინიმალური სიმწვანე. ცოტა უფრო მეტად მასკულინურია. ოდესღაც გადავიღე ზაფხულის არომატები მამაკაცებისთვის, რა თქმა უნდა, Pacific Rock Mousse-იც მოხდა. რამდენადაც მახსოვს ეს მასალა შენახული მაქვს და აუცილებლად დავამონტაჟებ იმ ვიდეოსაც, თავარია ვიპოვო ის მასალა. აი მაგალითად, ვისაც გიყვართ Jo Malone's Wood Sage and Sea Salt ბევრად უფრო კარგი მდგრადობა აქვს და შეიძლება Pacific Rock Mousse-ის თქვენი საყვარელი არომატი იყოს, ასე რომ გატესტეთ. შემდეგი სუნამო, რომელიც მინდა გაჩვენოთ, დიდი ხანი მინდოდა რომ ყოფილიყო ჩემს კოლექციაში და ჩემი ტყუპისალი დისგან მივიღე საჩუქრად, მას შემდეგ რაც მეორედ გავხდიდე და ეს არის კიდევ ერთი სუნამო Armani's ექსკლუზიური ხაზიდან, ოღონდ ამ შემთხვევაში სხვა სერიიდან, You Long, ასე წარმოიდგინე. ეს არის კიდევ ერთი მწვანე ჩაის არომატი, ლუქსუს სპარო წარმოიდგინოთ, აქვს არაჩვეულებრივი დამარელაქსირებელი, ისეთი დამამშვიდებელი ასოციაცია. ძალიან არომატულია. აქ აქვს როგორც მწვანე ჩაის სიცინცხლე, სიმწვანე, ასევე შავი ჩაის დამახასიათებელია ეს smokiness-ი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ძალიან დიდი მდგრადობით არ გამოირჩევა, მაგრამ იმდენად მაგარი სურნელია, რომ აი ძალიან მინდოდა ჩემს კოლექციაში მოხვედრილიყო. ასე რომ ვისაც გიყვართ მწვანე ჩაის არომატები და გამუდმებით ხართ ხოლმე ძიებაში რაღაც განსაკუთრებული მწვანე ჩაის არომატი იპოვოთ, ვისაც გექნებათ საშუალება აუცილებლად გატესტეთ, დამიჯერეთ ნამდვილად ღირს ამას. და შემდეგი არომატი, რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, ასევე ძალიან დიდი ხანია მინდოდა რომ მქონოდა და საჩუქრად მივიღეთ ჩემი მეგობრისგან ვაუჩერი და სწორედ იმით შევიძინე. ეს გახლავთ Narciso Rodriguez's კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფლანკერი, ეს არის Musk Noir Rose, მისი კლასიკური ვერსიაც მაქვს.
ეს არის ხალხო, იცით როგორი მაგარი ხლიავი მუშკის არომატი ვარდით, რომელიც არის ძალიან მაგრად დამუშავებული. ეს არის, მოდი დღეს იყოს ჩემი არომატი. ღმერთო რა მაგარია. ეს არის კიდევ ერთი უზომოდ მაგრად გაკეთებული ნარცისოზის დამახასიათებელი მუშკი, მუქი ვარდის ხლიავის არომატი, ყოველდღიური გამოყენებისთვის განსაკუთრებით შემდგომა თბილია და ნელ-ნელა გრილდება და ზამთარშიც არის იდეალური, როგორც დაინახეთ. ჩემი დღევანდელი არომატი სწორედ მას ქნوار როუზია, ვისაც შვენიერი გამოსაყენებელია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ძალიან კარგად შემიძლია წარმოვიდგინო განსაკუთრებული საღამოების შემთხვევაშიც. მას ქნوار როუზი მოინიშნეთ ნარცისოს კიდევ ერთი masterpiece. რომ ძალიან მიყვარს ნარცისოს სუნამოები. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აი ასეთია. შემდეგი არომატი, რომელიც ჩემს გარდაევროპაში მოხვდა, ის 2024-ში გამოვიდა და ის გახლავთ ამუაჟის Guidance 46 კიდევ ერთი ფლანკერი და თამამად შემიძლია საკუთარ თავს ვუწოდო ფლანკერების მოყვარული. ჩემთვის მაგალითად ეს ბევრად უფრო მისაღებია ვიდრე მისი კლასიკური ვერსია, ბევრად უფრო ზრდასრულია, უფრო ღრმარი და უფრო კარგად ატარებადია, თანამედროვულად ბევრად უფრო მეტად კრემოვანია, რაც აბსოლუტურად ჩემი თემაა. რა თქმა უნდა, აქაც გახსნაში გვაქვს ხილოვანება, მსხალი, ეს არის საკმეველი ვარდის უზომოდ მაგრა გაკეთებული კომბინაცია, ძალიან მიმზიდველი და ძალიან მაგარი კრემოვანებით თხილის ხარჯზე. რაც შეეხება 46, როგორც იცით, ეს არის აღნიშნული იმით, კონცენტრაციის პარფიუმ შეიცავს სუნამო, ამ შემთხვევაში 46% არის აქ საუბარი არის ძალიან ხანგრძლივ მდგრადობაზე, უზომოდ ძლიერ სიერზე და პროექციაზე. ეს არის სუნამო, რომელიც პირადად ჩემთვის არის, რა ვიცი, აი წლის ნომერ პირველი აღმოჩენა, რომელიც ამ წუთას ყველაფერს მაძლევს. არის ძალიან ქალური, არის ძალიან ღრმა და ეს არის სუნამო, რომელსაც აქვს თავისი ხასიათი და არ არსებობს რომ ის სხვა რომელიმე არომატში შეგეეშალოთ. გატესტეთ Guidance 46. ახლა გადავხედეთ ჩემს სუნამოებს და აღმოჩნდა რომ აქ წარმოსადგენი 4 არომატიდან 3 არომატი ჩემი მეუღლის მიერ არის ნაჩუქარი. ხო, ეს ისე უბრალოდ ინფორმაციისთვის ცოტა გამეღიმა და შემდეგი არომატი ეს გაახლავთ მარედიული ზაფხული ფლაკონში, მარკ ანტუან ბარუას ბოლო ქმნილება. ეს არის თილია, რომელიც პირადად შემთვის ბარუას ლაინაპიდან არის გამორჩეულად ფემინური სუნამო, უზომოდ მსუყე, ყვითელი ყვავილების, სიტყვის თაფლის სიტყვების მქონე არომატი, მინიმალურად მწვანე ელემენტებით. არომატი, რომელიც კიდევ ერთი ძალიან სახასიათო არომატია და ის იდეაში უნდა განასახიერებდეს მარადიულ ზაფხულზე. მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაღაცა სიხალასე, სილაღე ნამდვილად მოაქვს ამ არომატს. პირადად ჩემთვის არის გარკვეულწილად რაღაცა ნოსტალგიური არომატი, ვერ ვხსნი ბოლომდე კონკრეტულად რას მახსენებს. დროულად ჩემთვის არის ძალიან უნიკალური და თანამედროვე ქმნილება, იმიტომ რომ როგორც წესი ზაფხულში ასეთი სიტყვების მქონე არომატებს უპირატესობას არ ვანიჭებ. არაჩვეულებრივი მდგრადობა, ძალიან ძლიერი პროექცია სიაჟით და გირჩევთ რომ ფრთხილად იყავით გაბგორებასთან. 2-3 გაბგორება არის სრულებით საკმარისი, რომ მთელი დღე თქვენ ციგრძნოთ, აფრქვიოთ ეს სურნელი და დატოვოთ შესამჩნევი სიაჟი. მოინიშნეთ თილია, ვისაც ასეთი ხასიათის სუნამოები გიყავს. შემდეგი არომატი, ასევე ახალი არომატია, ეს გახლავთ სერჟოფის გაზემორატის სერიიდან კვადრობიცი და იცით ჩემი დამოკიდებულება ფლაკონებთან დაკავშირებით. სხვა შორის ამ სუნამოს სინჯი კი არ შევუკვეთე მილilitrობით შევიძინე და ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც ბოლომდე ჩავცალე და ვთქვი, რომ არა, მე სუნამო აუცილებლად მჭირდება. ეს არის არაჩვეულებრივი სუფთა თეთრი ყვავილების დომინანტი ტუბეროზას არომატი ქოქოსით. აი ქოქოსზე შევჩერდები, როგორც წესი ქოქოსი ჩემი საყვარელი ნოტი სუნამოებში არ არის. არასდროს შეიზღუდოთ თავი რომელიმე კონკრეტული ნოტის სიყვარული არ სიყვარულით. და თამამად გატესტეთ ნებისმიერი სუნამო, რომელიც მოგესურვება. ყველაფერი მაინც დამოკიდებული არის რეცეპტურაზე და არა ერთ კონკრეტულ ნოტაზე და ტუბეროზა, რომელიც შეიძლება ასევე ბევრისთვის არ იყოს საყვარელი, მაგრამ აქ არის არაჩვეულებრივად დამუშავებული და ვფიქრობ, რომ ტუბეროზა ძალიან ტრენდული ნოტი იყო წელს. ძალიან მაგარი საზაფხულო ყოველდღიური არომატი. განვითარებაში ხდება მერე კრემოვანი და გაგიმხილოთ ჩემი დაკვირვება. ვინც სისტემატურად მეკითხებით ხოლმე, შეიძლება გატესტოთ არმანის ექსკლუზიური ხაზიდან რუჩ მალახიტი, რომლის გატესტვა სამწუხაროდ არც ისე მარტივია. არა მარტო საქართველოში, აქაც გერმანიაში ის ყველგან არ იყიდება და ექსკლუზიური ხაზების დანიშნულებაც სწორედ ეს არის. მათი ექსკლუზიურობა მსგავსად ნიშ პარფუმერიის, ეს არ არის დიუპი, ეს არ არის კლონი.
უბრალოდ რუჟ მალახიტის მსგავს აი იმ სურნელოვან ოჯახში არის. შედის ეს სუნამოც, უფრო კარგად რო წარმოგიდგინოთ, კვატროპიცი უფრო მეტად დღის არომატად შემიძლია, ყოველდღიურ არომატად შემიძლია წარმოვიდგინო, რუჟ მალახიტის უფრო მეტად განსაკუთრებული დღეებისთვის. თუმცა გაწესვათ ნამდვილად ღირს წარმოდგენას შეგიქმნით დაახლოებით რა ოჯახის სუნამოზეა საუბარი, როდესაც რუჟ მალახიტს ვახსენებ, თან ამავდროულად ვიცი რომ კაზამურატის სერია საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი, ასე რომ თამამად გატესტეთ და მით უმეტეს აი ეს 30 მლ-იანი ფლაკონი ბევრად უფრო ისეთი მეგობრული ფასის არის. და ბოლოს უნდამოროვანის დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ასევე ახალია 2024-ში გამოვიდა ბაზარზე და ეს გახლავთ Chloe-ს Nomad Nuit de Jet, Nomad და არა No-Made, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს ფრანგულად გამოითქმის მისი სახელი, ეს არის ძალიან მაგარი სუნამო, სხვა შორის ამ სუნამოზე მოკლე მიმოხილვა მაქვს გაკეთებული. წავიკითხავ რა მიწერია, როცა ამ ფლანკერს ვყნოსავ, მაშინვე ეგვიპტის ბაზრის ასოციაცია მიჩნდება, ყველგან სანელებლები და ხილი, მეგობრული, ყვავილოვანი საფოსტო ბარათი ეგვიპტიდან. მომეწონა მარტივი ყოველდღიური არომატია, ხალხო ეს არის ერთს გავაბკურებ. აი ბევრი რაღაცა ხდება, ძალიან ყვავილოვანია, სანელებლებიც აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მე ამ სუნამოში მომწონს, ეს არის მისი dry down-ი, არის უზომოდ არომატული, აი ძალიან კრემოვანი არომატი, კარგად გავტესტე და აღმოვაჩინე, მოსვენება დავკარგე სანამ არ შევიწინე. თბილი გაზაფხულის ამინდების, ზაფხულის არომატია და უზომოდ ხალისიანი. გატესტეთ აუცილებლად Chloe-ს Nomad-ს, აი ეს ბოლო ვერსია. დღესთვის სულ ეს ვიცი და ძალიან კარგად ვიაზრებ იმ ფაქტს, რომ დღეს სამწუხაროდ საქართველოში სადღეღესასწაულო განწყობა არ არის. თუმცა მე მაინც მივცემ საკუთარ თავს უფლებას, რომ ვისურვო, გისურვოთ უკეთესი მომავალი. მალე შეგსულოდეს ეს განწყობა ბედნიერებით და რა თქმა უნდა, უამრავი სურნელოვანი თავგადასავლით და მე ვისურვებ უკეთეს 20-25 წელს. ყველა თქვენგანისთვის, თქვენ ამას იმსახურებთ. მე ყველას დამდეგ შობა ახალ წელს გილოცავთ და როგორც უკვე ხვდებით, გისურვებთ საუკეთესოს, გამძლეობას, გისურვებთ სიმტკიცეს და რა თქმა უნდა, ბევრ სურნელოვან დღეს. ყველა ძალიან დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე იყავით ჩემთან ერთად. აქვე კიდევ ერთი თხოვნით მოგმართავთ. თამაშის წესები უცვლელია, მოიწონით ეს ვიდეო, დააკომენტარეთ. თუ კომენტარი არაფერი თავში აზრად არ მოგდით, ახალი წლის დღეებია, ნაძვის დღე ან სანტა-კლაუსის ემოცია რო დამიწეროთ, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩემთვის და ალგორითმისთვის ძალიან კარგი ნიშანი. ყველას გემშვიდობებით, უკეთესი 2025 წლის მოლოდინში. დროებით.